მაშინ, როდესაც ახლად არჩეული რიგით მეექვსე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ფიცს ქვეყნისა და ხალხის წინაშე დადებს, ზუსტად იმ წუთიდან ოპოზიციონერ მოქმედ პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუწყდება. კანონმდებლობით ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტის სასახლე არჩეულმა პრეზიდენტმა უნდა დაიკავოს. შესაბამისად, 29 დეკემბრიდან სალომე ზურაბიშვილს აღარანაირი უფლება აღარ ექნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ორბელიანების სასახლეში დარჩეს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტს უფლებამოსილება უწყდება ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. როგორც კი ბოლო სიტყვას წარმოთქვამს ფიცისას არჩეული ახლად არჩეული პრეზიდენტი, მას უფლებამოსილება შეწყვეტილი. ამის შემდეგ თქვენ იცით, რომ ის სალომე ზურაბიშვილის სასახლე არ არის, ის არის საქართველოს პრეზიდენტის სასახლე. თუ თქვენ არ დატოვებთ პარლამენტის შენობას დათქმულ დრომდე, როგორ მოგიქცევიან? მაგიყვანენ, ხო? ისიც უცხო პირი იქნება იმ შენობაში. ზურაბიშვილი 29 დეკემბერს ასევე დაესწრება ინაუგურაციის, იქნება ძალიან კარგი მისთვისაც და ქვეყნისთვისაც და პრეზიდენტის ინსტიტუტსაც, თუმცა უნებრივია დავალოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქალბატონი სალომე. რაც შეეხება მის სურვილს, რომ დარჩეს პრეზიდენტის პოსტზე ასეთი რამ უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობს, წარმოუდგენელია კონსტიტუცია კრძალავს კონსტიტუციური ორგანოებისთვის ვადის გაგრძელებას. მე იმიტომაც ვახსენე 2018 წლის 16 დეკემბერი, რომ სწორედ მაშინ იყო ინაუგურაცია და სწორედ 16 დეკემბრიდან აითვალა ის 6 წლიანი ვადა, რომელიც ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს. ჩვენ ამიტომაც დავნიშნეთ სწორედ 14 დეკემბერი, რომ ვადის გასვლამდე ქვეყანას უკვე ყოლოდა არჩეული პრეზიდენტი. გარეძალების დირექტივების შემსრულებელი ზურაბიშვილი, რომ თანამდებობაზე დარჩენილი 2 პარასკევის გამო მძიმე ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება, ამაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, აგენტების ხვედრი ტრაგიკულია და ზურაბიშვილის მიმართ ახლა მხოლოდ თანაგრძნობა შეიძლება გამოიხატოს. ადამიანს აქვს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა. უკვე პირდაპირ გაგებით 2 პარასკევი დარჩა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ზუსტად 2 კვირაში. ტარდება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია და სალომე ზურაბიშვილს მოუწევს თანამდებობის დატოვება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვიწევდა მასთან ოპონირება, განსხვავებული ტიპის განცხადებები გეთდებოდა, ობიექტური შეფასებები მასთან დაკავშირებით. ახლა მე მინდა სხვა რეჟიმში გითხრათ ერთი რამ. ეს არის უბრალოდ ტრაგიკული პიროვნება. როგორც კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი იტყობინება, არაპირებს დათმოს ის სტატუსი და ადგილი, რომელიც რადიკალების სასარგებლოდ მრავალჯერ გამოიყენა. როგორც ჩანს, ზურაბიშვილს არც ორბელიანების სასახლე და არც ის თანამდებობა ეთმობა, რომელიც ქართული ოცნების მხარდაჭერით ზუსტად 6 წლის წინ მიიღო. კონსტიტუციის მიხედვით, რომ ზურაბიშვილს ვადა ეწურება, ეს მოკავშირე ოპოზიციონერებმაც კარგად იციან, თუმცა ქვეყნის მთავარ კანონს არც ისინი სცემენ პატივს და ამბობენ, რომ მოახლოებული არჩევნების მიუხედავად მათთვის სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად დარჩება. ჩვენგან უკანონო პარლამენტის მხრიდან უკანონოდ არჩეულ პრეზიდენტს არ ექნება ლეგიტიმაცია, ამაზე გაცხადება გაკეთებული გვაქვს. მართლ გუნდში რადიკალების მოკავშირე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ კონსტიტუციის დარღვევა ამჯერად აღარ გამოუვა. სახელისუფლებო გუნდი მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს კანონს დაემორჩილონ. ზურაბიშვილს კი ურჩევს კონსტიტუციის კანონის ადამიანური ეთიკის ნორმების დარღვევის შემდეგ ქართულ ხალხს მორიგ ჯერზე არ უღალატოს. ქალბატონმა სალომემ უკვე ყველანაირ ნორმას კონსტიტუციის, კანონის, ადამიანური ეთიკის ნორმებს გადააბიჯა, ასე რომ ასეთი განცხადებები მისი მხრიდან გასაკვირი არ არის, თუმცა მე მოუწოდებ მას, რომ საქართველოს კანონმდებლობას დაემორჩილოს, როგორც მას, ისევე პრეზიდენტის ადმინისტრაციას. 29 დეკემბერს შედგება ინაუგურაცია და ინაუგურაციის და ფიცის დადების მომენტიდან ქალბატონი სალომეს აღარ ექნება პრეზიდენტის პოზიცია. მიიტაცეს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ანუ დანაშაულს ჩაიდეს, თქვენ ამბობთ. ინაუგურაციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი იქნება, თუ თქვენ რო გადაწყვიტოთ ასეთი რაღაც გაკეთება, ესე იგი, გინდათ შეჭრილ ხარ და გინდათ იქ შესულ ხარ და აღარ გამოსულ ხარ, ხო? ანუ თქვენ რას მეკითხებით, რომ სალომე ზურაბიშვილი, მოქალაქე ამ შემთხვევაში უკვე სალომე ზურაბიშვილი გამაგრდება პრეზიდენტის სასახლეში და ჩაიდეს დანაშაულს, სასაცილო ვითარებაში იგდებენ თავს და ძალიან მაინტერესებს სალომე ზურაბიშვილი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ აი კარწინკა როგორც თქვენ გიყვართ ხოლმე თქმა, როგორც ჩაებღაუჭება თავის სკამს და არ გაუშვებს ხელს და ვიღაცამ უნდა თითები ააწევინოს, რომ სკამს ხელი გაჭრა. აი ამ მდგომარეობაში იგდებს თავს, იმდენად ძიმე ემოციურ მდგომარეობაში და ემოციური ფონი აქვს მას. თავარი არ არის, ას ფიქრობს ზურაბიშვილი.
თავი ის არის რა გადაწყვეტილება მიიღო ქართულმა ხალხმა. იმ ხალხმა, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე უდიდესი უმრავლესობით ხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას და იმ მანდატის სწორედ განხორციელება, იმ ლეგიტიმური მანდატის განხორციელების შედეგია ის, რაც დღეს ხდება საქართველოს პარლამენტის სასახლეში. სალომე ზურაბიშვილმა ჯობია დროულად მოძებნოს სხვა სამსახური, მას ეს სამსახური ფაქტობრივად აღარ აქვს. ეს მსახურება ძალიან ნეგატიურად არის შეფასებული ქართული ხალხის მიერ და ის 1,100,000 ხმა, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო, ამ ხმებით დამარცხდა სწორედ სალომე ზურაბიშვილი. ასე რომ მისი რაღაცა წიაღსვლები იმასთან დაკავშირებით, რომ მე ლეგიტიმური რაღაც პოსტი მიკავია და ასე შემდეგ, არის რა თქმა უნდა მყარი სიცრუე საზოგადოება ამას ძალიან კარგად აღიქვას, მაგრამ თვით ამ მახინჯ ლოგიკაშიც კი ის აბსოლუტურად არის დამარცხებული. შესაბამისად, ერთადერთი რაც მას დარჩენია დროულად მოძებნოს სამსახური, ეს მის საქმეა და ეს ჩვენი საქმე არ არის. კონსტიტუციის დარღვევა, საკუთარი უფლებამოსილების ბუროტად გამოყენება, ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. ზურაბიშვილი უმძიმეს მემკვიდრეობას ტოვებს. ვადაკი ზუსტად 2 კვირაში ეწურება. ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს პარლამენტში გაიმართება. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ კი ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლის დატოვება მოუწევს.